გიგანტური შავი ხვრელის მქონე კვაზარს კოსმიკ ნონში მიაგნეს. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი წლის შემდეგ. ეს კი სამყაროს ისტორიის ძალიან ადრეული პერიოდია. მისმა შუქმა 12 მილიარდი წელი იმოგზაურა ჩვენამდე რომ მოეღწია. ხოლო იმ სიჩქარემ, რომლითაც შავი ხვრელი მასალებს მოიხმარს, შესაძლოა მის კოლოსალურ ზომასაც მოფინოს ნათელი. გუნდის გამოსვლით ამ შავი ხვრელის გაზრდის სიჩქარე წელიწადში დაახლოებით 370 ჩვენი მზის მასაა. ეს კი იმაზე ცოტაა, ვიდრე მზის მასის მაჩვენებლები. თავად მასა კი ძალიან ახლოსაა ედინგტონის ლიმიტთან, რაც მაქსიმალურ სიჩქარეს ასახავს, რომლითაც ჩამხვრელს შეუძლია იკვებოს. ამ ტემპით მატერია იმდენად ძლიერად იწყებს ნათებას, რომ რადიაციის წნევა მასალას შავი ხვრელის ირგვლივ ანადგურებს მანამ, სანამ გრავიტაციას არ მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი, რომელიც J0523-43-51 აძლიერებს, რაც შეუძლია სწრაფად იზრდება. ბევრი კვაზარიც მასპინძლობს შავ ხვრელს ედინგტონის ლიმიტთან ახლოს, მაგრამ მათ შორის J0529-43-51 გამორჩეულია. ყველაზე კაშკაშა და სუპერმასიური შავი ხვრელია, რომელიც მეცნიერებს ამ დრომდე უნახავთ. რადგან ობიექტის მსგავსი ექსტრემალური მაგალითი საკმაოდ იშვიათია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაზე მშიერი შავი ხვრელის აღმოჩენით ბევრ საიდუმლოს მოფენენ ნათელს. სამყაროს დასაწყისზე საუბარი ხშირად გავს დიალოგს იმის შესახებ, პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი. თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ ქათამსა და კვერცხს ვარსკვლავები, გალაქტიკები და შავი ხვრელი ანაცვლებს. ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ პირველი სამყაროში ვარსკვლავები და გალაქტიკები გაჩნდა, მაგრამ ჯეიმს ვების ტელესკოპი აქაც რაღაც ახალს გვთავაზობს. ადრეული სამყაროს ანალიზის თანახმად, შავი ხვრელები და გალაქტიკები ერთად წარმოიქმნა და სწორედ ეს შავი ხვრელები ქმნიდა მათ ირგვლივ მბრუნავ გალაქტიკებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მონსტერი შავი ხვრელები არსებობს გალაქტიკების ცენტრში, ირმის ნახტომის მახლობლად. მაგრამ ახლა ყველაზე დიდი სიურპრიზი ისაა, რომ ისინი წარმოდგენილი იყო სამყაროს დასაწყისში, სამშენებლო აგურებსა თუ მარცვლებს გავს ადრეული გალაქტიკებისთვის. მათ ნამდვილად ამოაბრუნეს ის, რაზეც აქამდე ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო დიდი ალბათობით ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა გალაქტიკები, სრულად შეიცვლება. აცხადებს ჯოზეფ სილკი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასტრონომი. JWST-ის მონაცემებით გამოვლინდა, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები ადრეულ სამყაროში გვხვდება. მეცნიერებმა დიდი აფეთქებიდან 500 მილიონ წელზე ნაკლების ბეჰემოტები ნახეს, რომელთაგანაც ერთი 470 მილიონი წლისაა, ხოლო მეორე 400 მილიონის. ამ უკანასკნელის შავი ხვრელის მასა კი დაახლოებით 1,6 მილიონი მზის მასის ტოლია, რაც მის ირგვლივ მბრუნავი პატარა გალაქტიკების მასებსაც უდრის. ეს ფაქტი კიდევ ერთ მექანიზმს გვთავაზობს შავი ხვრელის ფორმირებისთვის, რომ მატერიის უზარმაზარი ღრუბლები პირდაპირ შავ ხვრელში ფეთქდება.